ავალიანი კარგად დაინახა ყაღავა, ნახოთ რაც იზამს ეს უკანასკნელი, წინ მიიწევს, ჯერჯერობით აკონტროლებს ფუტბოლს. თუმცა ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ჩაიფიქრა თაღი. უბიერეს გასმა მეკარე კი შეეხო, თუმცა მისი მოგერიება ვერ მოახერხა და ფოთის ხალხეთი დაწინაურდა. მასპინძლები დაწინაურდნენ 1-0 და ამ გოლიდან 1 წუთში თქვენ ნახეთ, რომ ფაღავა კიდევ ერთხელ სახიფათოს უწყობდა. მაღალი ბუთისათვის ბრძოლა. ბოლოს ბუთი მივიდა ავალიანს, ნახოთ რას იზამს ავალიანს. მესამე ბურთი გაიტანა მეტოქის ხაზში. 3-0 მეგობრებო, ის უპირატესობა, რომელიც გუნდმა მოიპოვა ბოლო 15 წუთის განმავლობაში, პირველი ნახევარს მონებში გადაიზარდა, როგორც ნახეთ, ორი გამომრემებელი მომენტის შემდეგ სულ ანგარიშია 3-0 ფოთელთა სასარგებლოდ. დაინახა პარტნიორის მოძრაობა. აქ ბურთი გასვლა ერთ ცენტრალურ მცველს, შესანიშნავი პასი და მატუკი ავალიანის მარტივი კომბინაცია მეოთხე გოლით დასრულდა მეტოქის გარში. ანგარიში გახდა 4-0 ფოთელთა სასარგებლოდ. ეხლა ამასობაში, როდესაც ცვლილებებზე ვამახვილებდით ყურადღებას, მარტვილელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ანგარიში 4-1 გახდა ფოთელთა სასარგებლოდ. აპანაძე კარგი პასი გააკეთა მეტუქის მისამართით. ვერ უახერხა მეტუქის ბოლოს და ბოლოს დარტყმა. ჩემთვის კარგად ვერ მოირგო ბურთი, თუმცა ბოლოს ყველაფერი გაკეთა. ისე როგორც მართინდოდა და შესანიშნავი გარკვეთ მეხუთე ბურთი გაიტანა მან მეტოქის კარში. ეს ყველაფერი ხდება თამაშის 82 წუთზე.